ქართული ოცნების პრემიერი ადასტურებს, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შედის. კობახიძემ TV პირველის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ საწვავი ბიზნესმა შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ ყველაფერი ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში გაკეთდება და ცუდი არაფერია იმაში, თუ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოსთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავი შეიტანეს. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, შეგვიძლია თუ არა? ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში, ეს შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ შეგვიძლია შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ამას გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. კი ბატონო, ამას კი არ გედავებით ახლა, სწორად მოიქეცით თუ არასწორად, ანუ ეს ფაქტი დადასტურებული, ანუ დავეხმარეთ. შევიტანეთ. კი, ასეთი ფაქტი ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ კი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთში რუსეთის მსგავსად ბენზინის და დიზელის კრიზისია. მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, მას შემდეგ რაც რუსეთს თავად აქვს საწვავის პრობლემა, მისი მოქალაქეები კი საათობით დგანან ბენზინის რიგში. აფხაზური მედია მუდმივად საუბრობს გრძელ რიგებზე აფხაზეთის ბენზინ-გასამართ სადგურებზეც. მოსახლეობა გაზრდილ ფასებზე საუბრობს. Вот, начиная отсюда и поехали. ბენზინთან და დიზელთან დაკავშირებული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში იმდენად მწვავეა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუმბა მის დარეგულირებას სხვა ქვეყნებიდან საწვავის შეტანით ცდილობს. თუმცა ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ უხსენებია ეგრეთ წოდებული მთავრობის სხდომაზე, სადაც თქვა, რომ ფასებს რუსი კოლეგების დახმარებით ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება, კომპანიები ფასებს არ ზრდიან საწვავზე. მინდა მადლობა უთხრა რუს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება მოგცენ საწვავი მისაღებ ფასად, რომელიც ფაქტიურად ინარჩუნებს საფასო დიაპაზონს, რომელიც კრიზისამდე იყო. ეს არის კიდევ ერთი ზომა, რომელიც მიმართულია ჩვენი რესპუბლიკისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ფასი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა დიდ მასშტაბებში. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. დღეს კობახიძემ თქვა, რომ საწვავი არა მათ, არამედ ბიზნესმა შეიტანა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოხდა თუ არა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა, ანუ არსებობს თუ არა მთავრობის სამართლებრივი აქტი ამასთან დაკავშირებით. ოცნებას ოპონენტები ახსენებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებიც არის განლაგებული და ოკუპირებული ტერიტორიის საწვავით მომარაგება მათ მომარაგებასაც ნიშნავს.